საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, პროცესი ივნისამდე გაგრძელდება. დავით კაკულიას რთავს პირდაპირ ეთერში. დავით, სულ რამდენ წვევამდელს გაიწვევენ? კეთი საგაზაფხულო გაწვევაზე სულ გაწვეული იქნება 2582 წვევამდელი, ტრადიციულად ყველაზე მეტი წვევამდელი იქნება განაწილებული შინაგან საქმეთა სამინისტროში 1200 კაცი. შემდეგ უკვე რაც შეეხება სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს, მათაც საკმაოდ დიდი რაოდენობით წვევამდელი მიყავთ, დაახლოებით 800-მდე, ხოლო დანარჩენი წვევამდელი უკვე გადანაწილდება თავდაცვის სხვადასხვა სტრუქტურებში. ამ დროისთვის, რამდენიც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, გაწვევის პროცესი კარგად მიდის, ახალგაზრდები გადიან შემოწმებას, პროცესს თავად ესწრება ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შარშან უფრო მეტი იყო გაწვევების რიცხვი, დაახლოებით 10000-მდე, თუმცა წელსაც ის რა მოთხოვნებიც იყო სხვადასხვა სამინისტროებიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სრულად შეასრულა. მიმდინარეობს ნორმალურად, რეგიონებიდან შესაბამისი გამწვევი კომისიები ახდენენ წვევამდელთა ჩამოყვანას. აქ მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმების პროცესი, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხდება ჩარიცხვა. ემსახურებით სამ ძირითად უწყებას, ეს არის თავდაცვის სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელ აღსრულების სამინისტრო, სადაც მიმართულებების მიხედვით განსაზღვრულია კონტინგენტი, ანუ რაოდენობის წვევამდელებიც უნდა იქნან გაწვეული შესაბამისი მიმართულებების მიხედვით. მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმების და უკვე ჩარიცხვის პროცესი. ეს პროცესი გასტანს მიმდინარე წლის 30 ივნისამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაწვეული იქნება 600 წვევამდელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით 1200, ხოლო სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული სამინისტროს მიმართულებით იქნება 782 წვევამდელი გაწვეული. ჯარი ჩემთვის არის სავალდებულო, სამსახურო საქართველოს და დავიცვა ის. ჩემი აზრით კარგია. ჯარი როგორც ქართველისათვის, ასევე მემსახურო ჩემს სამშობლოს და ქვეყანას. გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდები, ის ადამიანები, ვინც თავს არიდებენ არასაპატიო მიზეზით, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, რაც შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, ის 30 ივნისს დასრულდება. მადლობ, დავით კაკულია იყო.